გავახსენებთ, რომ 99 წლის ხელშეკრულების საფუძველზე 2006 წელს ფაქტობრივად ბოლოს რუსეთის ჯარები გადიან საქართველოდან და მათი ეს კეთსაკეთყოფნა ფაქტობრივად გიუმრის იზოლირებულ, ასე ვთქვათ, ბაზის ამარარჩება, რომელიც სომხეთში არის და სულ არის ამაზე წუწუნი რუსეთის აკადემიურ წრეებში და თან ეს პერიოდია, როდესაც რუსეთი ცდილობს რაღაც ახალი კონცეფცია მოუძებნოს თავის გეოპოლიტიკურ ხედვას. ეს არის რუსული სამყარო, ეს არის ევრაზიონიზმი, მაგრამ საერთო ნიშნით ამ ყველაფერს აერთიანებს ერთი მთავარი ფაქტორი, რუსეთი არის უკმაყოფილო თავისი ადგილით მდგომარეობით და მათ შორის თავის უკვე სტრატეგიულ დოკუმენტებში 2004 წლიდან აფიქსირებს, რომ კავკასია არის მისი ყველაზე მთავარი პრიორიტეტული მიმართულება, მე ცენტრალური აზია, მაშინ იმიტომ რომ გაგახსენეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ასე რომ პარალელურად მიდის ამერიკის ოპერაციები ერაყსა და ავღანეთში და ერთ-ერთი მთავარი დაძაბულობის კერა ცენტრალური აზიის მიმართულებად ესახება რუსეთს და იმ დროს მესამე მიმართულებად იყო ჩამოთვლილი სხვათა შორის ნატოს გაფართოება და დასავლეთ მიმართულება რა. ეს რატო მინდა ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, რომ ჩვენ აი აქამდე ისტორიულ კონტექსტს გადავხედავთ. პრიორიტეტების მიხედვით ნელ-ნელა საქმეების დაალაგებას დავინახავთ, როგორც წყვიტავს პრობლემებს ეტაპობრივად რუსეთი ამ სამძირითად მიმართულებაზე. აი ამოების შედეგად თან პარალელურად ამას ემთხვევა ის, რომ ნავთობის ფასები ძვირდება ახლო აღმოსავლეთში ამ ხელოვნების პირობებში და რუსეთს ეძლევა საშუალება პუტინს ეძლევა საშუალება მოახდინოს როგორც პოლიტიკური კონსოლიდაცია ძალაუფლების რუსეთის ისე დაიწყოს ეკონომიკური ასე ვთქვათ აღმასვლა, გამოცოცხლება, უჩნდება ფული და იწყება მზადება. მათ შორის ეს ფული იხარჯება უკვე შეიარაღებაზეც ისე რა ქვია სხვა ასე ვთქვათ აქტივობებზე და კავკასიის რეგიონში ფაქტობრივად ისმევა ამოცანა, რომ რუსეთში უნდა კავკასიის საკითხი და აქ ყოფნის საკითხი საბოლოოდ ერთხელ და საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს. მათ შორის სამი სამხედრო კომპონენტი უნდა დაბრუნდეს.